მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგჩნდეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. მიუნხენში ალიანს არენაზე ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და პარის სენ-ჟერმენი ინტერს დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო და დომინანტური თამაში აჩვენა. ნერაძური 5-0 გაანადგურა. მატჩი PSG-ს უპირატესობით დაიწყო. მე-7 წუთზე პარიზელებს მინი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მარკინიოსის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. პირველი ზუსტი დარტყმა დეზირე დუემ შემოგთავაზა, მაგრამ იან ზომერმა პოზიცია სწორედ შეარჩია. რამდენიმე წამში კი შვეიცარიელმა მეკარემ უსმან დემბელეს აუღო. შეხვედრაში ანგარიში პარის სენ-ჟერმენმა გახსნა. მე-12 წუთზე პარიზელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და იერიში ხვიჩა კვარაცხელიაც იყო ჩართული. ვიტინიას პასის შემდგომ დუე სახიფათო მდგომარეობაში დარჩა და საჯარიმოში მყოფი აშრაფ ჰაკიმი შენიშნა, რომელმაც ინტერის კარი მშვიდად დაიყო. მე-17 წუთზე ნერაძურის კარისკენ ხვიჩამ დაარტყა, მაგრამ არა ზუსტად. მე-20 წუთზე კი PSG-მ მეორე გოლი გაიტანა და ბრწყინვალე კონტრშეტევა დააგვირგვინა. პარიზელები იერიშზე სწრაფად კვარას გადაცემის წყალობით გავიდნენ, რომლის შემდეგაც დემბელემ საგოლე გადაცემა გააკეთა და დუეს გაატანინა. პრეასისტის შემდეგ კვარაცხელიას გოლის გატანა შეეძლო. პირველი ტაიმის დამატებულ მეორე წუთზე ქართველი ფეხბურთელის დარტყმას მცველები გადაიღობდნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა, რომლის შედეგადაც კვარა მეორე სართულზე გამართული დუელი მოიგო და ოდნავ არაზუსტად დაარტყა. საწყის 45 წუთში ინტერს არაფერი გამოუვიდა და შესვენებაზე პარის სენ-ჟერმენი 2-0 იგებდა. 73 წუთზე 19 წლის დუემ ინტერის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დაადუმა. დეზირე დუემ დუბლი გაიფორმა და ნერაძური პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. 72 წუთზე კი ჩვენი ბიჭი შეერი დადგა. დემბელეს ბრწყინვალე პასის შემდეგ კვარაცხელიამ მესამე მომენტი აღარ გაუშვა ხელიდან და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. 97 წუთზე პარის სენ-ჟერმენმა ინტერის განადგურების წერტილი დასვა. იტალიელთა კარში გოლი სენი მალუემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა. PSG-მ მეტოქე გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში პირველად აღმართა. მატჩის დასრულების შემდგომ გავლენიერმა გამოცემა სოფასკორმა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა. დონარუმა 7.3, ჰაკიმი 8, მარკინიოსი 7.7, პაჩო 6.8, მენდეში 7.1, ნევეში 6.9, ვიტინია 8.1, რუისი 7.4, კვარაცხელია 7.4, დემბელე 8.1, დუე 9.7, ბარკოლა 6.9, ლუკას ერნანდესი 6.5 და მაულუ 7.5. შეხვედრის შემდგომ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ფინალი შეაფასეს და საკუთარ ემოციებზე ისაუბრეს. ლუის ენრიკე: ძალიან კარგად მოემზადეთ ამ მატჩისთვის, რათა ინტერის წინააღმდეგ ასეთ მაღალ დონეზე გვეთამაშა. ბიჭებმა მას შესანიშნავად ითამაშეს. მაღალი ინტენსივობით მიუმართავდით პრესინგს. უსმან დემბელე შეუჩერებლად აპრესინგებდა ინტერის მცველებსა და მეკარეს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს, რაც მწვრთნელისთვის მარტივი არაა. ამ ახალგაზრდებმა ფინალში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. დემბელემ კი დაცვაში თამაშით თავისი ლიდერობა აჩვენა. ჩემი აზრით ის ოქროს ბურთს იმსახურებს, არა მხოლოდ მოგებული ტიტულებისთვის, ან პირადი სტატისტიკისთვის, არამედ იმისთვის, როგორ მიმართავდა პრესინგს. ამას მთელი სეზონი აკეთებდა, თუმცა ფინალში განსაკუთრებული იყო. მატჩი კარგად დავიწყეთ. პირველივე წუთებიდან მოედანზე ვდომინირებდით, თუმცა მინდოდა რომ ფეხბურთელებს ტემპი არ დაეგდო. მინდა მიულოსო ინტერის ყველა ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს. მათ პატივისცემა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ. მარცხის ღირსეულად მიღება ყველას არ შეუძლია. პირველივე დღეს თქვი რომ მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება მინდა. პარის ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუღია. დღეს ეს პირველად შევძელით. ამდენი ადამიანის გაბედნიერება შესანიშნავი გრძნობაა. ძალიან ბედნიერი ვარ. ნახე გულშემატკივრების ბანერი, რომელზეც ჩემი გარდაცვლილი შვილი იყო გამოსახული. ეს ძალიან ემოციური იყო. თუმცა მინდა ვთქვა რომ ჩემი შვილის გასახსენებლად რომელიმე მატჩი ან ტიტულის მოგება არ მჭირდება. ის ყოველთვის ჩვენთან ერთადაა. მასზე გამუდმებით ვფიქრობ. მწვრთნელმა ფეხბურთელების ემოციები უნდა გააკონტროლოს, უნდა გაუმკლავდეს ეწვას, რათა ფეხბურთელებს დაიხმაროს. ფინალისთვის აუცილებელი სიმშვიდით მოემზადეთ, რათა ემოციების სწორი მიმართულებით დაგვეხარჯა. ახლა უნდა ვიზეიმოთ და თასი პარიზში ჩავიტანოთ.
რა თქვა ინცაკმა. პარიზელებმა დამსახურებულად მოიგეს. იმედ გაცრუებულნი ვართ, მაგრამ ფინალამდე დიდი და რთული გზა გავიარეთ. მადლობა გადაუხადე ბიჭებს იმისთვის, რაც ამ სეზონში გააკეთეს. ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. რა თქმა უნდა, დღეს ცუდად ვითამაშეთ. ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება, რომელიც უფრო გაგვაძლიერებს. ისეთივე მძიმე მარცხია, როგორც სტამბულის ფინალში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თამაში სულ სხვანაირად წაიმართა. PSG-ს ფეხბურთელები ყველა ბურთზე პირველები იყვნენ. ბევრად უკეთესად უნდა გვეთამაშა. ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ. ამ სეზონში 58 მატჩი ჩავატარეთ. იმედ გაცრუებული და დამწუხრებულები ვართ. ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველა ტურნირზე თავის ლიერად წარმოვაჩინეთ და ვიბრძოლეთ. თუმცა საქმე ვერაფერში გავაწყეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამიერიდან ცოტა სხვანაირად ვითამაშებთ და ჩვენს გონებას მეტად გამოვიყენებთ. ინტერი ბარსასთან და ინტერი დღეს ორი სხვადასხვა გუნდი იყო. ამას არ ვიტყოდი. უბრალოდ ეს ფეხბურთია. ზოგჯერ თამაში მიგდის, ზოგჯერ არა. დღეს კი სამწუხაროდ ჩვენი დღე არ იყო. ასევე ბარსასგან გამორჩეული პარიზი გარემარბებითაა. ისინი დაცვას ნამდვილად მსვლელებივით ეხმარებიან. ამ საქმეში კი არ შემიძლია არ გამოვყო ხვიჭა. მისი და დუმფრისის ორთაბრძოლის ყურებისას მივხვდი, რომ დღეს ერთი გუნდი მეორეზე აშკარად ითამაშებდა. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. ჩემ ბიჭებს ამ სეზონში გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობას ვუხდი. პარიზს კი დამსახურებულ გამარჯვებას უგულწავ. ალხელაიფი 5-0 მოვიგეთ. ეს წარმოუდგენელ სიზმარს გავს. ეს დავიმსახურეთ. საფრანგეთის ლიგა ერთს ყველა აკრიტიკებს. ჩვენზე ამბობენ, რომ ხარისხი არ გვაქვს, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს. აქამდე მოსასვლელად 14 წლიანი შრომა დაგვჭირდა. ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალს ვაშენებთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გყავს. რა თქვა მარკინიოსმა. ამ გუნდთან ერთად გავეზარდე. ახლა ვფიქრობ ყველა იმ ფეხბურთელზე, რომელიც მოვიდა, ამ წარმატებას ვერ მიაღწია და წავიდა. ჩემი კერპი ტიაგო სილვა, ზლატან იბრაგიმოვიჩი, ედისონ კავანი, ანხელ დი მარია იყო. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმსახურებდა ამ გამარჯვებას. დღეს და პარიზში ჩავიტანთ. ასევე მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ვინც პარკ დე პრენსზე იყო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გქომაგობდა. ყველანი მივარხვართ. დატკბით ამ გამარჯვებით. ჩვენ კი ახლა აქ მიუნხენში ვიზეიმებთ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. ეს გზა ჩემმა ოჯახმა ჩემთან ერთად გაიარა. როდესაც დავიწყეთ, არავის ჯეროდა რომ ასე შორს გავიდოდი. ეს სირთულეების 12 წელი იყო. ამ ტიტულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ყვარაცხელია. ეს გიჟური შეხსება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდებოდი. ოცნებები ნამდვილად ხდება და ამის აღწერა არ შემიძლია. ეს გიჟური ემოციებია. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ, ახლა ჩემს ქვეყანაში ხალხი ბედნიერია. პარი სენ-ჟერმენი დიდებული გუნდია. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ბედნიერი ვიყავი, რადგან გადმოსვლა ძალიან მინდოდა. დღეს გამოჩნდა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. აქ ამ დიდებულ ბიჭებთან ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლაც მიჭირს გააზრება თუ რა მოხდა. დღეს ჩემი პატარა თავის დიდი ოცნება ახდა. თანაც ახდე ყველაზე ლამაზად, როგორც კი შეიძლებოდა. ამ გამარჯვებას მთელს ჩემს ქვეყანას, ხალხს, პარიზს, ოჯახს უწვრი. ვიცი და მიხარია, რომ ისინიც შემსავით უზომოდ ბედნიერები არიან. ჩემი გოლი დაუვიწყარი ემოციები იყო. ამისთვის უსმანთან დიდი ხნით ვიქნები ვალში. დღეს პარიზმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოაჩინა. ეს ყველაფერი კი მწვრთნელის, ფეხბურთელების საკლუბო სტაბის წევრების დამსახურებაა. როდესაც აქ გადმოვედი, ბევრი ორაზროვანი ვარიანტი მოვისმინე, რომ არასწორ ნაბიჯს გავდი და კარიერას საფრთხეში ვაგდებდი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ერთ-ერთ უდიდეს გუნდში მოვდიოდი, რომლებსაც უდიდესი გეგმები ჰქონდა. როგორც ჩემთვის, ისე თავისთავისთვის. და დიახ, დღეს ეს გეგმები ასრულდა. ჩვენ ამ სეზონში ყველაფერი მოვიგეთ. ეს კი უმეტესობა გუნდებს არ გაუკეთებიათ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ფანებს. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. დუმფრისი ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან დღეს ინტერი საკუთარ თავს არ გავდა. ჩვენ ჩავაგდეთ სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაში. ამ საქციელს კი გამართლება არ აქვს. მეტოქე ჩვენზე ორი თავით უკეთესი იყო. ეს ყოველივე კი შედეგზეც აისახა. ბევრი არაფრის თქმა მსურს. პარიზს მიულოცავ დამსახურებულ ჩემპიონობას და ბოდიშს მოუხდი ჩვენ ფანებს. ვპირდები, რომ ეს მარცხი არ იქნება ინტერისთვის გამტეხი. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და დავბრუნდებით. გარდა მწვრთნელებისა და მოთამაშეებისა, ხუჩას თამაშზე განუწყვეტივ საუბრობენ უცხოური მედიებიც. ლექვეიპე რა გასაოცარი ტრანსფერია. დიახ, დამაგვირგვინებელ ფაზაში ქართულ ფეხბურთელს სიზუსტე უდაოდ აკლდა და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ძალიან აქტიური იყო.
ბევრს დარბოდა და მცველებს უკან იხსნებოდა. დუმფრისი პრაქტიკულად რომ არ არსებობდა, ეს მისი დამსახურებაა, რადგან დაცვაში რეგულარულად ბრუნდებოდა. 73 წუთზე ჯილდო გოლი მიიღო. Max 5. უღიმღამო პირველი ტაიმი. გამოღვიძება შესვენების შემდეგ. თვალებახელილმა ქართულმა გარემარმა პარი სენ-ჟერმენის მეოთხე გოლი გაიტანა და ინტერის საბოლოოდ ჩაძირა, რაც მთავარია ჰქონდა უამრავი დაცვითი მოქმედება, რომლებითაც მან მეტოქეები გააღიზიანა. შუა სეზონის საუკეთესო ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში. Futo Mercado. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სასის ფინალი თავის ტკივილის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. როგორც წესია ხოლმე, ის მარცხენა ფლანგზე აქტიური იყო. მეორე ტაიმში სივრცე გამოიყენა და მეტოქის სერიოზული პრობლემები შექმნა. ორი მომენტი გააფუჭა, მაგრამ დანაშაული გამოისყიდა და გოლი გაიტანა, რომლითაც ანგარიშში 4-0 გახადა. დაცვაში ის საოცრად აქტიური იყო. ლე პარიზენი. შუა სეზონის საუკეთესო ტრანსფერი. მარცხენა ფლანგზე თამაშს არც ერთი წამით გამოთიშულა და ყოველთვის კარგ პოზიციაში რჩებოდა. დემბელეს კარგი პასი მისცა. უსმანის გადაცემის შემდეგ კი ანგარიში 2-0 გახდა. 73 წუთზე მარცხენა ფეხით თავად გაიტანა და სანამ მოედნიდან გაიყვანდნენ, დაცვაში ყოველთვის ბრუნდებოდა. 19. მართალია გადამწყვეტი მოქმედება არ ქონია, მაგრამ პარი სენ-ჟერმენის პირველი 2 გოლი მისი ფლანგიდან განვითარებულ შეტევებს მოყვა. პირველი ტაიმის შემდგომ ქართულ ფეხბურთელს მესამე გოლის გატანის შანსი ორჯერ ჰქონდა. საბოლოოდ მას 73 წუთამდე მოუწია ლოდინი და თავისი ბურთი მაინც შეაგდო. დაცვაში კვარაცხელია ძალისხმევას არ აკლებდა და ლუის ენრიკესგან საკებარი სიტყვების დაიმსახურა. რა მაგარი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიასგან. სუფუთი. კვარაცხელიას ძალიან ძლიერი მატჩი. მიმდინარე სეზონში ინტერის ოცნებები ორი კლუბის მაისურით დაუმსხვრია. Onze მონიდალი. ქართველი გარემარბი ძალიან ეფექტური იყო. მართალია რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ყველაფერი გოლით გამოისყიდა. გოალი. დაუღალავი შრომის მოყვარე შთამაგონებელი და რაც მთავარია გოლის ავტორი. პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული იყო. მისი გოლით ანგარიში 4-0 გახდა და ეს ბურთი იმ მატჩის ჯილდო იყო, რომელიც მან ჩაატარა. მატჩისა, რომლის სიმბოლოც კვარაცხელიას ვარდნა, როდესაც ანგარიში 5-0-ია, გამართლებული ტრანსფერი. კალციო ნაპოლი 24. ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო. მან პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ევროსპორტი. როდესაც ბურთს იღებდა თავს ხრიდა და შთამბეჭდავის სიმარტივით მეტოქის დაცვის ხაზს ჭრიდა. მეორე ტაიმში ნამდვილი ჩემპიონი იყო. დაცვაში სული და გული ჩადო და 73 წუთზე გოლის გაიტანა. არია ნაპოლი. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი აქვს. გათამაშების საწყის ეტაპზე ის ნაპოლის რიგებში თამაშობდა. შემდგომ კი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. ერთადერთი რაც შეუცვლელია მისი უნარია, რომ გადამწყვეტი იყოს. ხვიჩა კვარაცხელიამ 4 ტიტული მოიგო. ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი. ცნობისთვის კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედნაზე 84 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი გაიტანა. ნეტოქის კარისკენ 6 ჯერ დაარტყა. 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 11-დან 5 ორ დაბრძოლა მოიგო. სოფასკორმა კვარას თამაში 7.4 გულით შეაფასა. უსკოტმა კი მას 7.9 გოლა დაუწერა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.